ჩემ კონსტიტუციურ უფლებას ვიცი. პოლიციამ დაურეკა. თავიდან ძალიან აგრესიული იყო. ვიწყებ. რასაც მინდა იმას ვიზამ. გამოცდა მაგ და მეცადინეო. საფურცელი გადმოცა ვინ გეკითხება თქვენ? გამოცხადეთ. რატო გამოცხადეთ? დაიწყო ჩვენი დავიწყარი მოგზაურობა საარჩევნო ლაბირინთებში. მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისათვის. ამ წარწერით თბილისის ქუჩებში გიგი უგულავას სამადლობელო ბილბორდები უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე საალქო საარჩევნო კომისიის წევრები უბნებიდან მიღებული ხმების დათვალს დაიწყებდნენ. რატომ იყო ბატონი უგულავა და ნაციონალური მოძრაობა ასე დარწმუნებული საკუთარ წარმატებაში და რა ჯადოსნური მექანიზმი აქვს მმართველ პარტიას არჩევნების გარანტირებული მოგებისათვის? ამის შესახებ ჩვენ ფილმში გიამბობთ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის წევრებმა, მაესტრო სკოლა სტუდიისა და ილიაუნის სტუდენტებმა არჩევნების გაშუქებაში პრაქტიკის გავლა და ამ თემაზე ფილმის გადაღება გადავწყვიტეთ. ტელეკომპანია მაესტროში სტაჟირებას გავდივართ. არჩევნების გაშუქების გამოცდილების მისაღებად მაესტროს სკოლა სტუდიაში ადგილობრივ არჩევნებში აკრედიტაცია მოვითხოვეთ. ცენტრალური საარჩევნო კომისია აკრედიტაციაზე დაგვთანხმდა და ასე დაიწყო ჩვენი დავიწყარი მოგზაურობა საარჩევნო ლაბირინთებში. დილის 8 საათიდან პირველი რაც თვალში მოხვდა, საარჩევნო უბნების წინ საქმიანად მოსეირნენ და კამერისკენ ეჭვის თვალით მომზირალი ქალბატონები იყვნენ. ამე დარღვევა არ შეგვიჩნევია და მოძრა გაიხედეთ და ვინ არიან. ეგეთკენ ძალიან ესეთი ორგანიზებული ჯგუფია, რომელსაც ცილები უჭირავთ, მოდიან და ძირითადად ვისაც ხუთიანი აქვს შემოხაზული, და როგორ არ თავენ. აქ ვასაკეთებთ უბრალოდ. რას ვაკეთებ? უბანია საარჩევნო უბანია, რას ესე იგი თქვენ ხართ დამკვირვებლები და რომელი პარტია დამკვირვებლები თუ არ ხართ, მაშინ რას უნდა აკეთოთ? საღამოხანია შემოვიდა. ქალბატონი მარინა მჭედლიშვილი ცრუობს. სამკერდე ნიშნის შესაბამისად, იგი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია საარჩევნო უბანზე. რატო არ შეიძლება ეს? არ მინდა ახლა, არ მინდა და არ გაგძლევ ინტერვიუს. ადი ვინც ხუბზე და არჩევნებამდე ერთი დღით ადრე პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა უცნაური განცხადება გააკეთა. 30 მაისს საარჩევნო უბნებში ჩვენი მხარდამჭერების მიყვანის მიზნით გამოყენებული იქნება სატრანსპორტო საშუალებები. ამ სატრანსპორტო საშუალებების დაფინანსება, ანაზღაურება ხდება საარჩევნო ფონდიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდიდან. ინფორმაცია თითოეული სატრანსპორტო საშუალების შესახებ ნებისმიერ სურვილს შეუძლია ნახოს ჩვენს ვებგვერდზე, ვებგვერდის მისამართია UNMG. ეს ინფორმაცია უკვე დევს ამ საიტზე და თქვენ შეგიძლიათ ამას გაესმოთ, ისე როგორც ნებისმიერ დაინტერესებულთვის. მეორე აქტივობა ეს არის არჩევნების დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორების მიერ ჩვენი მხარდამჭერების აღრიცხვა, ხასუცვა, ეს არის მხარდამჭერების აღრიცხვა, ისინი იქნებიან ჩვენი კოორდინატორები იქნებიან საარჩევნო უბნის სიახლოვეს. მეორე დღესვე პირველის და მეორე აქტივობაც გამოგნებელი ინტენსივობით გაჩაღდა. ნაცმოძრაობის კოორდინატორთა კარგად ორგანიზებული ჯგუფები პრაქტიკულად ყველა უბანთან იდგნენ. რა მოვალეობას ასრულებ თუ შეიძლება? არა მე მოვალეობას არ ვასრულებ, ჩემთვის ზივარ სამსახურს. რა სამსახურს ასრულებ შეიძლება? ერთ ამბობ დაიყვანე. რა სამსახურს? ბიზნესი მაქვს. გოგონა, რა გიქნა? საქართველოს საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის თანახმად
აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და ასევე აკრძალულია ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი. ეს არ არის კონკრეტული შემთხვევები, იცით და რაღაც სტიქიურად წარმოშობილი ქვედა დონებზე. ფაქტიურად დღეს ხორციელდება ის, რაც ბატონმა პალკო კუკლაშვილმა საჯაროდ სატელევიზიო ეთერით განაცხადა. საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი მერვე, პუნქტი მეორე. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73 მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით აკრძალული არის საქონლის უფასოდ მიწოდება. აღნიშნული ნორმა არ აძლევს უფლებას რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას განახორციელოს მომსახურების უფასოდ მოწოდება. მხედველობაში მაქვს ავტობუსებით გადაადგილების უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, რაც არის საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. ფუნქციაზე ვარ. არჩევნებზე? მეორე ასპექტი და მეორე პრობლემა, რასაც ხვდებით, ეს არის ამომრჩევლის მიერ ნების თავისუფლად გამოხატვის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ საარჩევნო კოდექსის მერვე მუხლის მეორე ნაწილი მოითხოვს, რათა ყოველგვარი ზემოქმედება და კონტროლი იქნეს აკრძალული ამომრჩევლის მიერ ნების გამოხატვაზე. ეს უკავშირდება არა მხოლოდ იმ მომენტს, როდესაც ამომრჩეველი შედის საარჩევნო ურნასთან დგას და ახორციელებს მის მიერ ხმის მიცემას, ან საარჩევნო კაბინეტში, როდესაც შემოხაზვას ახორციელებს, მაგრამ ამავდროულად მის უფლებას მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ან უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. ის რომ მათი ქმედებები უკანონოა, როგორც ჩანს, ძალიან კარგად ესმით იმ ქალბატონებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დავალებით ეგრეთ წოდებული მხარდამჭერების რეალურად კი ამომრჩეველთა ერთიანი სიებით საარჩევნო უბნის წინ დგანან და უბანში შემსრულებლებს აფიქსირებენ. ისინი ჟურნალისტების დანახვაზე სიებს საგულდაგულოდ მალავენ და შეკითხვებზე პასუხსაც გაურბიან. მეულებად და რაღაცას წერ ჩემთვის, ძალიან დავიღალე და ვზივარ, შეიძლება. ქალბატონ კოორდინატორებს თან სამი სახის სიები ჰქონდათ. პირველი, სადაც სახელები, გვარები, მისამართები და ტელეფონის ნომრები იყო მითითებული. კოორდინატორ ნარიმანიძის ფურცელზე აღნიშნულია კოდი 01289. მას პეტრიაშვილის ქუჩაზე 10, 11, 12 ნომრებში, ასევე ჩიხის 3 ნომერში უმუშავია. მისი ამომრჩევლების ნახევარი მოსულა. რამდენიმეს გასწვრივ 2 აღნიშნა ან 2+ უწერია. რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ მათ ორჯერ მისცეს ხმა. სიაზე ასევე არის მინაწერებიც, ვინმე თამარს ხმა სამსახურში მიუცია. რასაც მეუხურებ, ახლა მე შიდა სამზარეულოში ვერ არა ვარ ჩაფებული. სამართლიანად ტარდება არჩევნები. შესაძლოა ეს მართლაც მათი მომხრეების დასაპატიჟებლად იყო განკუთვნილი, თუმცა იქვე იყო მეორე სახის სიები, სადაც სახელებისა და გვარების გასწვრივ გაურკვეველი წარმოშობის კოდები ეწერა. სხვათა შორის ამ უკანასკნელთ ისინი საგულდაგულოდ მალავდნენ, მაგრამ ჩვენმა კამერამ მაინც მოახერხა მათი გადაღება. სიებში, რომელიც 10 მეთაურებს აქვთ, ცხრილის პირველი გრაფის სათაურია კოდი. შემდეგ გრაფაში უბნის ნომერია ჩაბეჭდილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საბურთალოს ოლქის ნომერ 30 უბნის 10 მეთაურის სიას გიჩვენებთ. როგორც ნაბეჭდი ფურცლიდან ირკვევა, 10 მეთაური ნუნუ ზედგენიძეა. მომდევნო გრაფის სათაურია რომელი. მას მოსდევს გრაფა მიკროკოორდინატორი. აღნიშნულ სიაში მიკროკოორდინატორი ვინმე მარინე დეკანოზიშვილი გახლავთ. 10 მეთაურ ზედგენიძის ხელში ჩვენ სულ ცოტა ამდე ასეთი ფურცელი დავთვალეთ. როგორც ჩანს, 10 მეთაურ ნინო ზედგენიძეზე მინიმუმ 10 მიკროკოორდინატორი მუშაობს. დეკანოზიშვილ მარინეს ამომრჩევლები კოსტავას 74 ნომერში ცხოვრობენ. იქვე ცხოვრობს ვინმე დეკანოზიშვილი ივანე, რომელიც სავარაუდოდ მარინეს ნათესავი უნდა იყოს. მაგრამ ყველაზე საინტერესო 10 მეთაურ ნუნუ ზედგენიძის სიაში არის გრაფა სახელწოდებით რომელი კოდის. ამ გრაფაში, როგორც ხედავთ, 6 ნიშნა ციფრებია ჩაწერილი. მათი ამოკითხვა არც თქვენ გაგიჭირდებათ. ამ დაშიფრულ გრაფას კი ამომრჩევლის გვარის და სახელის, დაბადების წლის, მისამართის და ტელეფონის ნომრის აღმნიშვნელი გრაფები მოყვება. თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის წევრები ვეკითხებით ქალბატონ ნუნუს, რას ნიშნავს 6 ნიშნა კოდი 033009? ან თუ მას არ აქვს პასუხი, იქნებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა მაინც გვიპასუხონ. 0-ით დაწყებული 6 ნიშნა კოდი რას აღნიშნავს ამ ნუსხაში? და ბოლოს იყო დავთრები, სადაც სახელებისა და გვარების გარეშე გადახაზული ციფრები ჩანდა.
აშკარა იყო, რომ ამ გზით კონტროლი და ფსიქოლოგიური ტერორი ერთდროულად ხორციელდებოდა. პარტიიდან ვარ ჩვენ ამომრჩეველ. რომელი პარტიიდან? ნაციონალური მიზრაობა. და ამომრჩეველს აღრიცხავთ? არა, ამომრჩეველს. უბნის უფროსის ვეფხია ქობალიას აზრით, მის საქმიანობაში უკანონო არაფერია. რაში ჭირდება ყველა მომცველის აღრიცხვა ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დამცველები გვერდით ყავს. არ გვიწერია სახელი და გვარები. აროჭენ, ყველა ბალამუტობენ რაღაცებს, ყველაფერი ნორმალურად ტარდება. ყველაფერი აქ თქვენთან დააკურდი შულამი არა ნორმალურად ტარდება. პირიქით ჩორტებს აგდებენ თვითონ აეგენ, მიდდა ნახეთ. თქვენთან ცოტა ვინა და რა ვინები არიან. ერთი წუთი. ყველაფერი ტარდება ნორმალურად, საკაი. ჩვენ ხო გამოკითხვას არ ვაწარმოებთ. ნუ მიღებ. ეგზიტ პოლის გამოკითხვებსაც ეს არავინ აბა თუ საიდუმლო არ არის რას აკეთებთ? რა გინდათ? ჟურნალისტი ვარ დამკვირვებელი, თან და მაგახება რომ გავწო. ამორჩეველთა ერთიანი სიები საიდან გაქვთ? საიდან გძანდებით წარმომადგენელი? აბა რა სიები? არაფერი, უბრალოდ მივდიოდი სახში და თუ 6 ნიშნაკოდის დანიშნულება გაუგებარია, სამაგიეროდ ჩვენთვის გასაგებია თუ რას ნიშნავს პირველ გრაფაში აღნიშნული კოდები. ეს ამომრჩეველთა რიგით ნომერია სიაში. ქალბატონი, რომელიც მთაწმინდის რაიონის ნომერ 16 საარჩევნო უბნის შენობაში ზის, რაც კანონით აკრძალულია, აკურატულად ინიშნავს რა ნომრიანი ამომრჩეველი გამოცხადდა 9 საათსა და 30 წუთზე, 11 საათსა და 30 წუთზე, 13 საათსა და 30 წუთზე. ეს სწორედ ის უბანია, სადაც 30 მაისს დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. გადასაღებად მოსულებს საინტერესო სურათი დაგვხვდა. აქაურობა კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების არ მქონე პირებით იყო სავსე. კაცო, ყოლებოდა. ახლა გვარი წერია და მათ დემოკრატია. როგორ არწარია? გადამიმალა. შვილისთვის ველოდები უნდა შევიდე ალბათ სავსე იყო აქაურობა ხალხი და დაბინახეს და ყველა გაქრა რა შესაძლოა რატომ გაქრა ყველა მაგიდას და ვიღაცის და ისეს მაგრამ წავიდა ხალხი ეს რასია გაქვს ჯიბეში სია ჩემი ოჯახის წევრები არა მასწავლებელი ვარ დედიკა და მაგდენი ოჯახის წევრი ყავ არა მასწავლებელი ვარ ეხლა მე და ამიტომ შეიძლება მოვედი რომ მოსავლების კი როგორ არა გაბაბოს ჯიბით რატომ დაგაქვს ჯიბით და მაქვს არ და თქვენი პროგნოზი ისაა თანამშრომლების სია ნამდვილად არ და ხო და აბა მე მასწავლებელი ვარ და დამა დამკვირვებელი ხარ თქვენ არა მე ჩვენავთ დაცვის სამსახური ტერიტორიაზე სკოლის ასე თქვა თუ შეიძლება ავდგეთაზე არა ბრძანდება ეს არა ეს ჩემია ჩემი შრომითი განსაუბრება და აქედან შემდეგ ვარ სკოლის დაცვის დაქვემდებარებაში და ვასრულებ ჩვენ მოვალეობას და მავალთ თქვენ შრომით ხელშეკრულებას რატომ არა აქ მაჩვენე რომელი ალექსანდრე გელაშვილი აჰა დიახ ეს უბრალოდ დახეულია და რაღაცა კი ბატონო რა პრობლემაა აჰა არა უბრალოდ მაინტერესებს რა იყო ამაში დასამალი რომ მე რა აქვს ხვენია მითხარი ადამიანი სამსახურში მუშაობს და რა შენ არის აბა კამერა გაშალე ხა და ნახე რას ლაპარაკობ დაჯექი აკა ატა მოდი სწრაფად მესამე დარაჯი ვარო კაცი ეუნება და ამოუქეკა საბუთები გადმოუტრიალა გადაიღო საბუთები დარაჯდა რა შეხება აქვს მე რა ოფიციალ რას მიყვირი ხარ კაც ერთი რომ მიყვირი ხარ კაც ერთი და დოკუმენტი კი არა მომისმინე აქ ადამიანს პირდად ნუ მიყვირი ხარ კაც ახალგაზრდა რას კაცი საჩული და რას თქვენ მოხოდი და მითხარ რაზე ეხები ამ პირად ადამიანს ცხოვრებაში ბატონი დიტო ჩხეიძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია და კარგად უნდა იცოდეს რომ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე სკოლის დარაჯის ყოფნა აკრძალულია მას არც ფორმაცია და არც სამკერდე ნიშანი აქვს. მაშინ რატომ გვეკამათება დიტო ჩხეიძე? რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენს მიერ გადაღებული კიდევ ჩამოხეული შრომითი ხელშეკრულება? მიაქციეთ ყურადღება წარწერას დარაჯის ფურცელზე. 6 ნიშნა კოდი მზადაა მოსახება და კოორდინატორთან გასაგზავნად. როგორც ჩანს, იგი კომუნიკაციას ამყარებს უბნის შიგნიდან გარეთ. მოგვიანებით ხმის დათვლის პროცესში კადრში ისევ ჩანს სკოლის დარაჯი, რომელიც ღია კარიდან ადევნებს თვალს დათვლის პროცესს, რაც ასევე მიუღებელია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირი უნდა ატარებდეს მისი ვინაობისა და სტატუსის აღმნიშვნელ სამკერდე ნიშანს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არჩევნების წინა დღეს დაგვირდა, რომ საარჩევნო უბნის შენობაში აგიტაციას და სხვა სახის დარღვევებს ადგილი არ ექნებოდა. სრულად იქნება დაცული კანონის ის მოთხოვნა, რომელთაც აკრძალულია საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე აგიტაცია. საარჩევნო კოდექსით დაწესებული შეზღუდვისა და პალიკო კუბლაშვილის დაპირების მიუხედავად, კოორდინატორთა ერთი ნაწილი პირდაპირ უბნის შენობაში აკვირდება ამომრჩეველთა აქტივობას და იქვე პროპაგანდასაც ეწევა. რატო იმას არ მეკითხებით ვის ვაძლევ ხმას? ძალიან მინდა ვიტყვი. რატო არა, გახსნა შემეკითხო ვის ვაძლევ მე ხმას? იგი უგულავას ვაძლევ ხმას. მაგობა ახლედიას ვაძლევ ხმას და ნაციონალური მოძრაობას. აი და აფიქსირე ის კი ახლა მე ჯიბეში სიამიდებს თუ ორი მობილური ეს თქვენი გადასაწყვეტი არ არის და მასეთ რაღაცას თუ გამოედავენ. გარეთ იდგა ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი სახელი და გვარი ზეპირად მართალი ეკითხეთ არ ვიცი მაგრამ მოდიოდნენ გარკვეული ადამიანები ქალბატონები და მათ აძლევდა რაღაც ფურცლებს შემდეგ ძირს მე ძირიდან ავიღე ეს ფურცლები მაგალითად სადაც არის ხუთიანი შემოხაზული. მე შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებელი უბანზე თითქმის არ ყოფილა. 8 საათის შემდეგ ის გავიდა უბნიდან და შემდეგ იდგა ყოველთვის გარეთ. ჯერ ერთი მე არ გადამიყრია დანაცვალე და ამიმტკიცე რომ მე გადავყავ. რას ნიშნავს? მე რატომ მეკითხები? არა რაღაცა ხო. არა მე რატომ მე ინტერვიუს გა. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო ის აგრესია, რითაც ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები და მათი თანხმოვანი პირები ჟურნალისტებს ხვდებოდნენ. რატომ იყო ასეთი რთული პასუხისგაცემა მარტივ შეკითხვაზე, რას ენიშნავს ციებში, დღემდე არ მესმის. ჟურნალისტია, რას ქვია, რა გაქვია, კაცო? ხარდი ეხა იქეთ. ძანდელი და ძდილობა იქონიეთ. მე იყო ჟურნალისტი. ისა, შეხედე. როგორ შეიძლება კამერა? საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 154. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. როგორ შეიძლება კამერა? ამდე? ნათია 265, ხო? 265. ეხლა მე არაფერს არ გაჩვენებთ, ეგ არ არის თქვენი არა გაქვთ მაგის უფლება. არ მინდა და იმიტომ გაწვამანებთ სა. რაღაც რა ფურცელი გადმომცა ვინ გეკითხება თქვენ რაღაცა გადაღებულია დოკუმენტი. მე არაფერი დოკუმენტი არ იყო რა დოკუმენტი. საარჩევნო უბანთან მკვიდრად გამაგრებული ნაცმოძრაობის აქტივისტები, რომელთა დიდი ნაწილი მერიის და სხვადასხვა სახის ფინანსურ წახალისება მიღებული, წინასწარ მომზადებული და ტრეინინგ-გავლილი საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები არიან, საკუთარ სიებში ინიშნავენ არა მხოლოდ იმას, თუ ვინ შეასრულა მათი მითითება და მისცა ხმა, არამედ იმასაც, თუ ის ერთგულებაში ეპარებათ ეჭვი. ოთხი. ეს მატიცინები არ არიან, მაცაბერიძე, პატა. დაანახეთ მაყოლადეა ეს. აქედან გამომდინარე, ისინი არა მარტო მხარდამჭერებს აღრიცხავენ, არამედ ისეთ ადამიანებსაც, ვისაც მათთვის ხმის მიცემა არ სურს, მაგრამ რაღაც მიზეზით ვალდებულია. რა არის ეს მიზეზი? მოქრთამვა, ან დაშინება და შანტაჟი ხომ არა? ვინმეს ქალბატონი მაყვალასავით ეჭვი რომ არ შეეპაროს, რამდენი ხმა მოუპოვა ნაციონალების კანდიდატს, ამომრჩევლის თავისუფალებების გაკონტროლებისათვის მეორე გარანტირებული მექანიზმის მუშაობს. ამ მექანიზმს პირობითად მაჩვენე ბიულეტენი შეიძლება უწოდოთ. ახლა კი ყურადღებით მოусმინეთ ხმას კადრს უკან. როგორც მიხვდით, ამომრჩეველს ბიულეტენის ჩვენებას თხოვენ. კარგად დააკვირდით. როგორ აჩვენებს 5-ის მეთვალყურეს გაშლილ ბიულეტენს.
ეს ახალგაზრდა ჯერ ბიულეტენის ამოღებას აპირებს კონვერტიდან, შემდეგ კი ბრაზობს, კამერა რომ უღებს და ბიულეტენის ჩვენებას ვეღარ ახერხებს. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ძალიან აქტუალური იყო გახსნილი ბიულეტინების კომისიის წევრებისათვის და სხვა უცხო ადამიანებისთვის ჩვენება. ამ მექანიზმს განსაკუთრებული ინტენსივობით დახურულ უბნებში იყენებდნენ. ჩვენი გადამღები ჯგუფის საქმიანობა თავიდანვე ფათერაკებით დაიწყო. კოჯრის დახურულ საარჩევნო უბანზე 9 საათით ადრე მივედით, მაგრამ უბანში მხოლოდ 13 წუთის დაგვიანებით შეგვიშვეს. 1 წუთით რა. იურანიდან რა გააკეთე? ბარკვევდა მოგადმოგცემ. საშვით გაქმნების დღეს საარჩევნო შესვლის უფლება. ანუ საერთოდ როცა გიწერს საშვით, ვრცელდება ყველა საარჩევნო უბანი. გავიგე მესმის პარეს არის დახურული უბანი, ხო? სამხედრო. აი ეგეც გითხეს, ეგ ვიკითხე სპეციალურად, რომ საშვით იმიტომ ამოვედით აქ. არანაირი პრობლემა არ არის, რომ ჩვენთვის ეს ყველა საარჩევნო უბანი არის. ჩვენთვის პრობლემა არ არის, იგი შეშ. ჩვენი პრობლემა არის ბრძანების შესრულება, უნდა შევასრულოთ ბრძანება ყველა. გასაგებია, გაარკვიეთ აი თქვენს როგორ ველოდებით, თქვენს უსმენთ რადიოსადგურს ჩვენთან ერთად. როგორც ადგილზე მისულებს შინაურულად გვითხრეს, ის დრო რაც ჭიშკართან გავატარეთ, უბნებზე სიტუაციის მოსაწესრიგებლად გამოიყენეს. ამის მიუხედავად დარღვევა მაინც ბევრი აღმოვაჩინეთ. შეუსაბამობა არის უბნის მოწყობასთან დაკავშირებით. ანუ უბანი მოწყობილი არის ისე, რომ საარჩევნო უბნის შენობაში ასევე განთავსებულია სამხედრო ნაწილის კავშირგაბმულობის კვანძი და ვერ მოხერხდა ცალკე გამოყოფილიყო უბანი ცალკე შენობაში და ხედავთ რომ გადატიხრული არის სტენდით, სადაც იქ აუცილებლად უნდა იყოს ვიღაც წარმომადგენელი და ეს ნიუანსი არის. სამხედროებმა გვირჩიეს, გადატიხვის ვირტუალური კედელი საკუთარი ფანტაზიით წარმოგვედგინა. ჩვენც არ დავზარდით და წარმოვიდგინეთ, მაგრამ ვიკითხავთ. საარჩევნო კოდექსი თუ იცნობს ვირტუალური კედლით გადატიხრული საარჩევნო უბნების ცნებას. ძალიან თვალსაჩინო იყო, როგორ გამოდიოდნენ კაბინიდან სამხედროები დაუკეცავი ბიულეტენები. ჩდება განცდა, რომ ამის შესახებ მათ დირექტივა აქვთ მიღებული. ტელეკამერების მისვლის შემდეგ, როგორც ჩანს, სამხედროებისათვის წინასწარ მიცემული ინსტრუქციის შეცვლა მოუხდათ. ტელეკამერისა და თქუდას დამოუკიდებელი დამკვირვების გამოჩენამ სიტუაცია შეცვალა. ბიულეტენ გაშლილ დაბნეულ სამხედროებს უფროსები სულ დაკეცეს დასძახოდნენ, რაც კადრშიც კარგად ისმის. გადაკეთე. ამ არჩევნებზე კაბინაში შეყოლაც და არჩევანის ადგილზე გაკონტროლებაც მიღებულია. ეს ოქროყანაა, თაწმნის 32 უბანი. ეს კი კოჯორი 35 უბანი, რომელიც ცალკე აღნიშნის ღირსია. ლაშა დაეხმარე რომ ჩემი არ შეიძლება. გია. მოვიდა ბიულეტენი. უბრალოდ შემოხაზეთ და დაგეცეთ და ხომლოში ჩადაგეთ. ნაციონალური მოძრაობა უბნების კონტროლს სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილი არასამთავრობო სექტორის მეშვეობითაც ახორციელებს. ჩვენი ვარაუდით ასეთია: ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობა და შესაძლოა სხვებიც. თაწმინდის ოლქის 35 უბანში განვითარებულ ინციდენტში კარგად ჩანს, როგორ უტარებს ინსტრუქტორს ახალგაზრდული მოძრაობა ჩვენი თაობის დამკვირვებელი კომისიის თავმჯდომარეს.
კომისიის სხვა წევრებთან ერთად მოუწოდეს სიტყვიერად მოუწოდე ჯერ სიტყვიერად არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელი სამყაროს დამკვირვებელი მხოლოდ იმიტომ გამოაძევს, რომ თავისი მოვალეობის შესრულებას ცდილობდა. მე მოვთხოვე ერთ-ერთ ამომრჩეველს წარმოედგინა მისი პირადობის მოწმობა, თუ რამდენად შეესაბამებოდა მისი მისამართი კონკრეტული უბნის და რა უბნის მისამართი და შესაბამისად რამდენად ჰქონდა მას აქ ხმის მიცემა. ამან გამოიწვია ძალიან დიდი აურზაური კომისიის წევრებს შორის, ასევე კომისიის თავმჯდომარის დიდი აღშფოთება და მან ამიგზავნა მე აღნიშნული პირადობის მოწმობის შემოწმება და მისამართის ნახვა, ვინაიდან მისი მტკიცებით მე არ მქონდა ამის უფლება. დამკვირვებლის უფლება აქვს შეამოწმოს რამდენად არის დარეგისტრირებული ამომრჩეველი კონკრეტულ უბანზე და რამდენად შეესაბამება მისი მისამართი. ძალიან გთხოვთ, დააფიქსირეთ ისიც, რომ მან სრულ ინფორმაციები გადასცა და აქ არავინ მას ფიზიკური შეურაცხყოფით და განადგურებით არავინ არ ვემუქრებით. რა მოხდა რეალურად 35 უბანზე? ჩვენმა კამერამ კარგად დააფიქსირა. ინციდენტის დროს კადრს უკან ისმის მუქარა. შენაკედან ცოცხალი ვერ გახვალ-ძმაო. როგორც ხედავთ, უბნის თავმჯდომარეს გიორგი შარაშიძეს ყავა თვითონ გადაესხა და ეს ფაქტი მაშინვე დამკვირვებელს დააბრალა. დააფიქსირეთ, რომ ყავაზე ბომბას გაცხეთ და ხო? მე მოგწევთ. ასევე არაადეკვატურია ამომრჩეველი ქალბატონის სახშფოთება და აღწერილი სიტუაცია. კამერაში აშკარად ჩანს, რომ მისთვის და მისი მეუღლისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ჩანს ისიც, როგორ უჩვენებს იგი გახსნილ ბიულეტენს საარჩევნო ყუთის მეთვალყურეს. უბანში კანონდარღვევით შემოსული ამომრჩეველი ქალბატონები კი, რომელთაც უკვე მიცემული აქვთ ხმა და უბანში ყოფნის უფლება არ აქვთ, სრომოწმეობენ და ამტკიცებენ, რომ მუქარას დამკვირვებლის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ძალიან გთხოვთ, ჩვენ ვართ მოწმეები და სრულ ინფორმაციებს ნუ გადასცემე. მე შევასწავლით რა, ვიღაცას ელაპარაკება და არასწორი ინფორმაციას აწვდის, რომ მე კოჯოში იმიტომ ნერვიულობ, იმიტომ რომ არასწორი ინფორმაცია არ არის სწორი. რა არის სწორი და მე ამ კაც როგორ? მე აქ არ შევასწავლი ფიზიკურ განადგურებას და ჩემს გაციებას მემუქრებია. გვინდა კიდევ ერთხელ ცვლად მოგასმენინოთ აკაკი კობალაძის მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟი. დაიმახსოვრეთ, სწორედ ამ სქემით ხდებოდა არასასურველი ადამიანების გაძევება უბნიდან. მით უმეტეს ეგეთი ფაქტი, რაც არის, ეს არის სუფთა ფიზიკური ზეწოლა ადამიანზე, როცა ადამიანს ხელყავა შემოგასთან, შეგიძლია დავიღო პოლიციას, ჩვეულებრივად დაწერო განცხადება მაგაზე აქტი, რა მოხდა, როგორ მოხდა და დაატოვებინო უბანი. არსებობს ინფორმაცია, რომ აკაკი კობალაძე დიდგორის გამგებლის მოადგილეა. საარჩევნო უბნებზე ძალიან ხშირი იყო ისეთი დამკვირვებლების გამოძევება, რომლებიც კომისიას რაიმე საჭიროით მიმართავდნენ. ასე მოხდა 53 უბანზე, სადაც ალიანსის საქართველოსთვის დამკვირვებელმა გააპროტესტა სპეცუბანზე იარაღიანი პირების შემოსვლა. თავმჯდომარემ სხდომა სასწრაფოდ მოიწვია და პრობლემაც მარტივად გადაწყდა. როგორც პროლეტარიატის ბელადი იტყო და არ არის კაცი, არ არის პრობლემა. ამ შემთხვევაში უბანზე დამკვირვებელი არ არის. დავწერე საჩივარი მე, რამაც გამოიწვია კომისიის თავმჯდომარის და მისი კომისიის წევრების გაღიზიანება და მათ მიერ ჩემი უბნიდან გამოძევება. განმავლობაში განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში პრინციპში სისტემატურად ეს პირები შემოდიოდნენ იარაღით კენჭისყრის შენობაში. კანონმდებლობაში წერია, რომ აკრძალულია შეერაღებული პირების შემოსვლა კენჭისყრის შენობაში და სწორედ ამ საფუძველზე მან დაწერა საჩივარი ალიანსის დამკვირვებელმა და მან მოითხოვა ამ საკითხის განხილვა. ამ საჩივარზე რეაგირება არ მოახდინა თავმჯდომარემ იმგვარად, რომ მოიწვია სხდომა და სხდომაზე მიიღებული იქნა გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება, რომ მას დაეტოვებინა, ანუ გაეძევებინათ ფაქტიურად. ასევე კომენტარი მოგვცა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კვარაცხელიამ, რომელმაც თავისი მხრიდან ყველაზე მოთხსენებული ფაქტი უარყო. ის მივარდა ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელსაც შარვალს გარეთ ჰქონდა გადატანებული მაისური და დაუწყო ჭიდავი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მას ჰქონდა მაისურის ქვეშ იარაღი. რაც აბსოლუტურად არ ჩანდა ერთი შეხედვით ვიზუალურად. და მოგეხსენებათ შხრეკის ჩატარების უფლება კომისიის არც თავმჯდომარეს და არც წევრებს არ აქვთ. ამ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი საუბნო კომისიაში დავით ჯანდიერმა შეიტანა. ოქმი, რომელიც იყო შედგენილი კომისიის წევრთა მიერ გაძევების საკითხთან დაკავშირებით, იყო მცდელობა და პირდაპირ მითითება კომისიის თავმჯდომარის მიერ, რათა განხორციელებული იყო ჩანაწერი, ანუ დამატებოდა ის გარემოებები, რომლებიც თითქოს ჰქონდა ადგილი ამ ოქმის შედგენის დროს და გარდა ამისა ოქმზე ხელმოწერა განხორციელდა კომისიის წევრთა მიერ, რაც დადასტურებული იქნა ასევე საიას იურისტების მიერ, ისე რომ ოქმის შინაარსი მათ მიერ წაკითხული არ ყოფილა. ალბათო მარი. მატონი დაუჯანდიო რას სამოს. ეს არაფერს არ მეუბნება მე. მაგ შეგონებ მე შემილია რაღაცა თქვა, მაგრამ მე ფოტოები. ალბათო მარი. ბატონი და ისიც სამოს მაგის საწინააღმდეგო სამობენ 11 წევრი. არა, მე შემიძლია ვთქვა რომ მოვიდა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი თორთლაძის, რომელსაც თამაში ქონა გაჭობილი იარაღი. გასაგები ამის არაჩვეულებრივი საშუალება არის ის პირველი, რომელიც ალბათო მარინა, ვისი წარმომადგენელი განდიოთ თუ შეიძლება. საერთაშორისო ორგანიზაცია. რომლის? შეგიძლიათ. არა, იქნებ მითხრათ სიტყვიერად მითხრათ. მე თქვენ მოგანდობთ ამის საკითხს. სიტყვიერადაც არის მე საკმაოდ დასრული ადამიანი ვარ, ერთი თქვენ როგორც მაჟორიტარი. მე ვარ მაჟორიტარი კანდიდატი ამ და ძალიან მაინტერესდება ამ უბანი. ყველაფრის მიუხედავად კომისიისთვის არასასურველი დამკვირვებელი კარს მიღმა აღმოჩნდა. თავის დაზღვევის მესამე საფეხურის საკომუნიკაციო რგოლი, ანუ ამბის მიმტან-მომტანები არიან. ისინი შეუწყუდავად გადაადგილდებიან უბნის ტერიტორიაზე და კავშირს ამყარებენ გარე კოორდინატორებსა და რეგისტრატორებს შორის. ყურადღება მიაქციეთ ამ ქალბატონს, იგი ჯერ საარჩევნო უბანში აკეთებს ჩანიშნავს, მერე კი კოორდინატორის მანქანაში ზის. წითელი ხაზი მისი აკრედიტაციის დოკუმენტზე ნიშნავს, რომ იგი ნეიტრალური დამკვირვებელია არასამთავრობო სექტორიდან. რეალურად კი ცხადია, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის მუშაობს. დამკვირვებელი, მაგრამ ამ წუთში დავეყალე და დავჭირდა. გარეთ უბნის გარეთ რასაც მინდა იმას ვიზამ. გას გავეკანა. ეს სხვა რაღაცა. არასამთავრობო პარლამენტის მაინტერესებს. შეიძლება მანახეთ რა. არ გაჩვენებ, ეხლა წავიღე. ვისი დავალებით, ჩემი პარტიის დავალებით. რომელი პარტია? ეგ შენი საქმე არ არის. თუ გაინტერესებს, წადი და სხვა. გავეტანა, რატო გავხეშები? მაინტერესებს. კოორდინატორების თავისუფალ გადაადგილებას უბნის შიგნით და გარეთ ადასტურებენ სხვა უბნებშიც. იყვნენ შემოსულები და მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან, პერიოდულად შემოდიან, გადიან, ამოწმებენ სიებს გადაადგილებას. დააკვირდით, ეს გოგონა სწორედ აკრედიტაციის აღნიშნულ გულსაკითს მალავს. მეორეს კი ხელში სიების გარდა პირადობის მოწმობებიც უჭირავს. ცალკე რგოლია კოორდინატორების დაცვა, მათ როგორც ჩანს საჭიროების შემთხვევაში დეპოში სატეხვაც ევალებათ. პატრული კი ხედავს და არეაგირებს ძალადობის აშკარა ფაქტზე. ალიანსი საქართველოსთვის მთაწმინდის შტაბიდან შეგვატყობინეს, რომ მათთან მივიდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის უცნობმა აგრესიულმა ადამიანებმა ის საარჩევნო უბანში არ შეუშვეს. ფაქტის გადასამოწმებლად ამ პიროვნებას მისავე უბანზე გაყოლა შევთავაზეთ. ის რომ მოქალაქე ნამდვილად მთაწმინდის ნომერ 1 ოლქის მე-16 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი იყო, ადგილზე დადასტურდა. დავით საზანიშვილის უბანში შესვლა მაშკარა ჩოჩქოლი გამოიწვია. ერთ-ერთმა აქტივისტმა საარჩევნო უბანი დატოვა. ის პატრულს მიუახლოვდა და რაღაც ინფორმაცია გადასცა. იქვე მდგომი შავებში ჩაცმული მამაკაცი ვინმე კახა მოქალაქის და მისი შვილის იძულებით გატაცება შეეცადა. სპეციალურად აყავთ მოყვანილი, კახა. სპეციალურად აყავთ მოყვანილი ეს ადამიანი, ეში გარყოფილა. კახასთან კონტაქტში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი ქალბატონი შევიდა. არჩევნებს მიიღო მონაწილეობა დაფიქსირებული, შეგიძლიათ ნახოთ ახლა. მე ჩემ კონსტიტუციურ უფლებას ვიცი. დღეს დილის 15 წუთზე ჩამოვედით მის მისაცემად, ჩემ 8 წლის ბავშვთან ერთად არც ჩემთვის უცხო პიროვნებები დაამტვრნენ აგერ კუთხეში და ესეთი სიტყვებით მომართეს, არ დაგინახოთ შესული. თორემ ძალიან ინანენ. ესეთი სიტყვებით, მაი მომენტში მოვატყვე ათიახში მივიდივარ მე, აგერ ეხლა მოვედი და კიდევ ხედავთ რა ხდება. ჩემ 8 წლის ბავშვს მე რომ ბრუნდი ცრემლები წამოვიდა და მე ჩემი შვილების ცრემლებს არ ვაპატიებ არავის, მე ჩემ კონსტიტუციურ უფლებას ვიცავ, მაინც მივეცი ხმა
და მგონია თუ დემოკრატიაზეა ლაპარაკი საქართველოს და საერთოდ ნორმალურ წყობაზე თუ არის ლაპარაკი, არ შეიძლება ესეთი სიტუაცია თქვენ წინაშე კინაღამ გამიტაცეს. მართველი პარტია ღიად თვალსაჩინოსაც არ ერიდებოდა. ჩვენმა კამერამ დააფიქსირა სამოქალაქო ტასაცმელში გამოწყობილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლობის თავშეყრა ვილნიუსის სკვერში. იმ საადვოკატო ოფისის წინ, სადაც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩალა შავგურიძე მუშაობს. ეს მორიგეობა რამდენიმე საათს გაგრძელდა და გაუგებარია რასამსახურებოდა. წყნეთის უბანზე ეზოს ფანჩატურში მოკეიფე დამკვირვებლებსა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დავადექით თავზე. ისინი საარჩევნო კანონმდებლობას არ ყვებდნენ, ანუ უბრალოდ რომ ვთქვათ ალკოჰოლურ სასმელს ვამდნენ. მოკეიფეებმა ჩვენს დანახვაზე ბოთლები გადაყარეს. დაბნეულობისაგან ჯერ ჩვენსკენ გამოიქცნენ, შემდეგ კი კამერის დანახვაზე დაფრთხნენ და უკან გაიქცნენ. რეწველებს კომისიის წევრებს ანდებით? ივანონა არ მითხარ რა ეზოს გამოსვლა არ შეიძლება. არა, დასალევის დალევა მართლა არ შეიძლება. თად იყო და სად არა ქალბატონები შემოგვესწრნენ. რამე ნახე რომ ვინმე გაიქცა? სად დაიხარე? უცებ აღმოჩნდა რომ ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე. ცოტა დიდხანს რომ დავრჩენილიყავით, ალბათ იმასაც დავიჯერებდით, რომ მათ მაგივრად ჩვენს ვამდით ფანჩატურში. ოქროყანაში კამერის გადაცემის ყველაზე საინტერესო დეტალი ის იყო, რომ გამტაცებელმა მაესტროს სამატრიციანი კამერის ვერც გამორთვა მოახერხა და ვერც კასეტის ამოღება. ამიტომ ჩვენ დაუნებურად ყველა იმ საუბრისა და ემოციის მოწმე გავხდით, რომელიც გამტაცებელს იმ 15 წუთის განმავლობაში ჰქონდა, როდესაც ჩვენი კამერა მხარზე გადაკიდებული ოქროყანის ოღროჩეყრე შარაგზებზე მოგზაურობდა. სოფელ ოქროყანაში ღამის 2:30-ზე ავედით. საარჩევნო უბანი დახურული იყო და ჩვენ შიგნით შესვლის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ ხმის დათვლის პროცესის დასრულებას გარეთ ველოდებოდით. შორიახლო რამდენიმე მამაკაცი სვამდა. კამერის გამოჩენისთანავე სმას თავი დაანებეს, ერთ-ერთი მათგანი საარჩევნო უბნის კარგთან მივიდა და გამოგვიცხადა, რომ შიგნით არავის შეგვიშვებდა. მის ყვილს დანარჩენები საყვნენ და მოგთხოვეს არაფერი გადაგლოვა. ოპერატორს მოულოდნელად ზურგიდან დაესხნენ თავს და კამერა გასტაცეს. იმ დროს, როცა ჩვენ კამერის დაბრუნებას ვითხოვდით, გამტაცებელი და მისი მეგობრები ცდილობდნენ კამერიდან კასეტა ამოეღოთ. რადგან ვერ მოახერხეს თხევად კრისტალურ ეკრანს, ქვა დაარტყეს და გააფუჭეს. საუბარს, რომელიც კამერაზე ჩაიწერა, რამდენიმე პიკანტური დეტალის გამოტოვებით თქვენს მოგასმენინებთ. აუცი, როგორ ამოვიხო? ბიჭო, ამომიტანო ზემო დიდი ბაზარი წაიწია. Вообще, давангли, нашли аурик. Что мы что гадмовим, а? Паска. Аурик, что гадмовим, тем что. კამერის დაბრუნება მოახერხეთ, მაგრამ ეკრანის გამთელება ვეღარ. ვაკის ნომერ მეორე ოლქის უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამორჩეველს თამარ ნემსიწორიძეს თავისი გვარის გასწრებს ხვისი ხელმოწერა დახვდა. კომისიის წევრებმა ამ ფაქტს ახსნა ვერ მოუწებნეს და ერთი პირობა თავად ამორჩეველის დადანაშაულებას სცადეს. შელობთ ახლა, შეიძლება ასე იყო, შეიძლება ისე იყო. არ ვიცი, მე საიდან ძალიან დიდი ბოდიშით და არ დავდივარ ვიღაცის ჭკუაზე და 9-ჯერ და 10-ჯერ მე ხმას არავის არ მიწევ. ერთხელ მაქვს ჩემი საკუთარი არჩევანი, გადავწყვიტე რომ საკუთარი არჩევანი დამიფიქსირებინა და ვიღაცების გულისთვის მე აქ არ მოვალ რა. ხმას ვეღარ აძლევს, იმიტომ რომ ბიულეტინი არის მის სახელზე გაცემული, არა და თვითონ არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქე ნემსიწორიძემ თავისი პოზიცია მტკიცედ დაიცვა, კომისიის წევრებმა მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. ზარადგინა პირადობა იმის სამართზე მოაწერინა სახელი გვარი და გავიდა. და იყო სხვა და რას გეუბნებიან ეხლა რა უნდა გქონდეთ. თამარ ნემსიწორიძემ მომხდარი ფაქტის შესახებ საჩივარი დაწერა. ამ ქალბატონმა საკუთარი თავი ვერ იპოვა სიაში. პრობლემა ისაა რომ არც სიაში ვარ, არც ავეს მოუტანია და რა გითხეს რატო არ ახ გელოვანის ქუჩაზე წახვიდე და იქ არისო და ამ ქალბატონის ედაკი სიიდან ამოიღეს. რატომ არ უნდა მიიღო 80 წლის ქალს არჩევნებში მონაწილეობა? აი ნახეთ რა ხდება. ეს არის ნაციონალების კოორდინატორები და ეხლა როგორი რეპლიკა იყო რომ ასეთი გიჟების ის არისო. ამას მეტყვილად არ მომცემდნენ, ეს მომცეს რომ ჩემი განცხადება მიიღეს და ნამდვილად ასე არ დავტოვებთ.
სამაგიერო ცხოვუბანზე ნაცმოძრაობის კოორდინატორი თავის მოყვანილ ქალბატონს რიგით ნომერს უზუსტებს და უბანზე ისე უშვებს. ეს მთაწმინდის ოლქის მე-16 უბანია. კარგად დააკვირდით ამ რეგისტრატორს. ამორჩეველი მის მაგიდასთან არ დგას. იგი წინასწარ ხევს ბიულეტენს და ამზადებს ბეჭდის დასარტყმელად. 22-ვე საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გოგონა ამორჩევლის თვალწინ კი არ ხევს აკინძული შეკვრიდან ბიულეტენებს. გვერდზე ტრიალდება და უკვე წინასწარ გამზადებულ ბიულეტენებს იხებს. იყო კარუსელებიც. ეს ახალგაზრდები საარჩევნო უბანთან დგანან და ერთმანეთს ელოდებიან. შემდეგ ორგანიზებულად გამოემართებიან მიკროავტობუსებისკენ და გადამღები ჯგუფის დანახვისას ერიდებიან კამერას. რა ხდება? გამარჯობა. გამარჯობა. სად მიდის ეს მარშრუტკა? ექსკურსიაზე ვარ. ექსკურსიაზე ხართ არჩევნებზე? არჩევნებზე რომ ვარ. როგორ არიყავთ არჩევნებზე იყავით? რატო იმალე? საიდან ხართ? გამარჯობა. ასე პროდუქტები გადიხართ ხოლმე არჩევნებზე? ამომყევი და წამყვანი. ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ ვებგვერდზე მიკროავტობუსის სანომრე ნიშნით VIP 526 სატრანსპორტო საშუალებების იმ ჩამონათვალშია, რომელიც მმართველმა პარტიამ არჩევნებზე საკუთარი მხარდამჭერების მისაყვანად დაიქირავა. ექსკურსიაზე მიმავალი ადამიანების ჯგუფი და მათი მიკროავტობუსი ჩვენმა კორესპონდენტებმა რამდენიმე უბნის შემოვლისას დააფიქსირეს. ამ ახალგაზრდამ მარკირებაც უპრობლემოდ გაიარა და რეგისტრატორიც მზადაა მისთვის ბიულეტენის მისაცემად. ის რომ მისი პირადობის მოწმობა ყალბია, მხოლოდ თავისუფალ ჟურნალისტთა კავშირის წევრმა შენიშნა. მაშინ თუ შეიძლება შეხება კამერას და თვითონ ოპერატორი არის რა პირადობა დაფიქსირე რა დარღვევა. ჩვენი ვარაუდით, სწორედ ეს ამორჩეველი მოგზაურობდა ნაცმოძრაობის მიერ სპეციალურად გამოყოფილი საექსკურსიო ავტობუსით. ჩამწკრივებული ყვითელი ავტობუსები მოდულის შენობის სიახლოვეს აღმოვაჩინეთ. სავარაუდოდ მათ სპეცუბნების კონტინგენტი გადაყავდათ. სამხედრო ფორმიანი ამომრჩევლები კი კამერის დანახვაზე, რატომაც თავქუთმოღრილი ჯილები გარბოდნენ. ხმის დათვლისას ბევრ უბანში გაუჭირდათ ბალანსის დასმა. დააკვირდით, აღნიშნული გრაფების გასწვრივ არ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ ეს დამატებითი სიის ამომრჩევლები არიან. თანაც დააკვირდით, მეხუთე უბანზე, სადაც ბალანსის დასმას მთელი ღამე მოანდომეს, ვიდეო თვალიც გამორთულია. თაწმინდის ნომერ პირველი ოლქის 30 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა უკვე დასრულებულია. რეგისტრატორის ბეჭდები კი არ დაულუქავთ. 4-ვე ბეჭედი მაგიდაზე აწყვია. ეს ხმის მთვლელი პირდაპირ მუხლებზე მაგიდის ქვეშ ითulis ბიულეტენებს. მოსული ამორჩევლის დათვლაც არასწორად მიმდინარეობს. თვლელებს ხელში კალამი უჭირავთ. უბნებში დაწყებული გაყალბება საალქო კომისიაშიც გაგრძელდა. ამისთვის უღა დავხარჯავ დროს ვარ. თქვენ თვითონ ნახავთ რა სიტუაციას ჩავარდებით. არა, ჩავარდებით რა ქვია, ხო არის ფაქტი, მე ვერ არის ფაქტი და ვინ უარყოფს ამას ხალბატონობა? ხო და მიდასტურებთ და თქვენ მიდასტურებთ რომ დადასტურებული აღარ არის ოქმი ხალბატონობა და გადაგიგებთ ფერე ქსეროძეს რომ მორჩება და გაგატართ. იმიტომ რომ ეს არის საციხო საქმე, ერთ ციფრიც რო გადავასვენ. გააგრძელეთ რა მე ვიყავი დამკვირვებელი მთაწმინდის ნომერ პირველ ოლქში და მთელი ღამის განმავლობაში იმავე წუთიდან რაც დაიწყო უბნებიდან ოქმების შემოსვლა აღმოაჩინა უამრავი ხარვეზი. პირველივე ოქმი იყო დაუბალანსებელი.
ანუ მომსვლელი იყო აღნიშნული 112, ხოლო ბიულეტენი ჩაყრილი 117, და როდესაც გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით შეკითხვა, ძალიან აგრესიულად შეხვდნენ ამ ამბავს კომისიის წევრები. ამის შემდეგ კიდევ სხვა ოქმებით შემოდიოდა არასწორად დაჯენილი ბალანსით. ამას გარდა შეუფუთავი შემოდიოდა ჟურნალები, ჩანაწერის წიგნები, რაც კანონის მოთხოვნით უნდა ყოფილიყო დალუქული. ჩემი ერთ-ერთი საჩივლის თემას წარმოადგენდა ის, რომ ჟურნალები და ჩანაწერის წიგნები შემოვიდა დაულუქავი. რასაც მოყვა ჩემი მოთხოვნა, რომ შემოეტანოთ ყუთი, სადაც ეს ჩანაწერის წიგნები ინახებოდა, რომ გვენახა როგორ არის დაულუქავად შენახული წიგნები. აღმოჩნდა, რომ ყველა წიგნი უკვე შემდეგ იყო კონვერტში ჩადებული, გადაწებებული, რასაც კომისიის თავმჯდომარე ეძახდა ლუქს. როდესაც ვიკითხე, როგორ შეიძლება რომ დაულუქავად შემოსული ჩანაწერის წიგნები აღმოჩნდეს კონვერტებში, ამაზე იყო პასუხი, რომ ეს გააკეთა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა და მას ამის უფლება ჰქონდა. ხარვეზის აღმოფხვრა ეს არ არის არანაირი სამართალდარღვევა, არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კოდექსის დასჯა. ეტა სრული უფლება ჰქონდა გაეკეთებინა ხარვეზის აღმოფხვრა, რასაც მას კანონი არ უკრძალავს. მე უარს ვაცხადებ იმ კომისიის წევრების უბნის თავმჯდომარის დასჯასთან დაკავშირებით და შესაბამისად ჩვენი წევრის ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა, ნებისმიერ საარჩევნო დოკუმენტში უნდა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ხარვეზის შესახებ დაიწერება შესაბამისი წერილი. სხვა შემთხვევაში ხარვეზის ზეპირი აღმოფხველი სულ ერთია იქ ასლის ჩანაწერს გაასწორებ თუ კონვერტს თავიდან გადააწებებ, თუ შემთხვევით მექანიკურ შეცდომას გაასწორებ, ყველაფერს უნდა ახლდეს და აუცილებლად შესაბამისი ხარვეზის გასწორების. ქალბატონმა ეკამ ის რომ მისი გაკეთებულია ეს კონვერტი ჩავიდა, მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც მე მოვითხოვე ექსპერტიზაზე ამ კონვერტების დარღვევა. სხვა შემთხვევაში მე ამ მოთხოვნის საფუძველი არ მექნებოდა. მე მაგდავალ რომ დავითვა ამორჩევის უფლებები და ამორჩევის უფლება დაიწყო. მაშინ ქალბატონო როდესაც კონვერტში არ დაიწყო ჩანაწერი. ამორჩევის უფლება. ის დარღვევა ის შეიძლება ვინმე დაისახოს. ვინა ანახმარო საჩივარს უარი. რეალურად კანონი ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს, რომ სწორედ უბნებში დაილუქოს კონვერტებში ჩანაწერის წიგნები და საოლქოში რაიმე სხვა შესწორების შეტანა, ხარვეზის შესწორება, ისე რომ ამის შესახებ ჩანაწერი არ გაკეთდეს, რასაკვირველი არ შეიძლება. როგორ უნდა ნახო დღევანდელი სხდომის ოქმი, 2 დღე მაქვს მე სხდომის ოქმის შესადგენად. იწერებოდა აგერ ჩანაწერს მოკლე ჩანაწერს აკეთებდა საბოლოო საკითხს ნახავთ 2 დღის შემდეგ. ჩვენს ფილმში ნაჩვენებ დარღვევების ფაქტებზე შესაბამისი სარჩელები შეიტანეს ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ სააპელაციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ფონდმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არც ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს ყველაფერი ქმნის განცდას, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან არასწორად და ეს რეალურად იყო ზემოქმედება ამორჩევლის ნებაზე, დაშინებისა და შანტაჟის გზით, რამაც გამოიღო კიდეც შედეგი და დაიდო ის შედეგი, რასაც დღეს ყველა ვხედავთ. მესი არა მაქვს. თქვენ შეგეშალოთ. შენი საქმე არ არის. ნუ მიყვი გამიაცა.
მომეცი რომ